მე ვარ მართა გოგილავა 10 წლის. ვსწავლობ თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში, მეგობრებთან დროის ტარება და კითხვა. კითხვა შემოყვარა ჩემმა დამრიგებელმა ნანა ქუთელია. თუ ზუსტად მახსოვს, ჩემი პირველი წიგნი იყო პეპი გძელი წინდა. ნანა მასწავლებლის დამსახურება ის არის, რომ იგი მშვიდია და კარგად გიხსნის ყველაფერს. მე რომ მწერალი იყო, წიგნს დავწერდი ჩემს კლასზე და მეგობრებზე. ამ წიგნის მთავარი გმირი ვიქნებოდი მე. მეგობრობა არის ერთად ყოფნის სურვილი, ერთმანეთის პატივის ცემა და გვერდში დადგომა. მე ახლა მყავს 3 საუკეთესო მეგობარი და მინდა მყავდეს 5. ჩემი საუკეთესო თვისება არის ის, რომ სულ ვარ კარგ ხასიათზე. არ მომწონს, რომ ადამიანებზე ადვილად ბრაზდები და სიამოვნებით გამოვასწორებდი ამას. ჩემი სკოლა საქართველოში მგონია საუკეთესო, რადგან ყველა მასწავლებელი მშვიდია, კარგად ასწავლის და ყველა ბავშვი მეგობრულია. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია თეკლა კახაშვილი, ყველაზე თელქია ნიკოლოზ ჭინგორაშვილი, ყველაზე ჭკვიანია ლილე გაბელაია, ყველაზე მშვიდია ნატალი დიდიძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული და პოზიტიური. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ნანა ქუთელია. ის ლამაზია, კარგად ასწავლის, მეგობრულია და ხიარულია. ჩემი აზრით ნანა მასწავლებელი არის ბედნიერი. ასე იმიტომ მგონია, რომ ბავშვებთან კარგად ურთიერთობს და სულ კარგ ხასიათზეა. მე რომ ჩემი სკოლის დირექტორი ვიყო, პარასკევს დავამატებდი დასვენების დღედ. როცა გავიზრდები, მინდა გამოვიდე ვეტერინარი, რადგან ცხოველები ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მიყვარს ძაღლები. ჩემი ოცნება არის, რომ ძაღლი მყავდეს და დედა სულ ვთხოვრობ დაბადების დღეზე მაჩუქოს. ჩემი და წინააღმდეგია, რადგან მას ძაღლების ეშინია. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი და მამა ჩემი და დედა ჩემი. მეტი და ძმა, იმიტომ არ მინდა, რომ ჩემი და მწყოფნის ნერვების მომშლელად. აი კაბები ჩაცმა რო არ მინდა ხოლმე მაჯავრებს ხოლმე. ეს არის 15 წლის და ქვია მარიტა. მარიტა არის ლამაზი, ათოსანი, ჭკვიანი და მხიარული. ჩემი აზრით მარიტა როცა გაიზრდება, გამოვა კარგი ჟურნალისტი. მამიკო არის გულთბილი, მეგობრული და მხიარული. ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ იგი სულ ტკბილ სიტყვებს ეუბნება დედაჩემს და ეხუტება. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მხიარული, ჭკვიანი და მოსიყვარული. მე ვარ საშუალო დონის დიასახლის, რადგან საჭმელებს კარგად ვაკეთებ, მაგრამ სახლის დალაგების თავს არ ვიკლავ. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 6 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე გემრიელად ვაკეთებ ღვეზელს. დედიკოს გაკეთებული საჭმელები და ყველაზე მეტად მიყვარს პიცა. მე ასევე მიყვარს ფეხბურთის თამაში. ფეხბურთს თამაშობ სპორტის გაკვეთილზე სოფელში და ეზოში. ხათაშორის ვარ ძალიან კარგი მეკარე. ყველაზე კარგად შემეძია პენდლების აღება. ჩემი საყვარელი ფეხბურთელებია კვარაცხელია და მესი. საყვარელი გუნდია ბარსელონა. სახლში მაქვს 3 ფორმა: ხვიჩას ნაპოლის, ხვიჩას ნაკრების და მამარდაშვილის. მე მინდა მქონდეს ლურჯი ფორმა და უკან ეწეროს 10-იანი და გოგილავა. ბიჭი რო ვიყო, საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. ბევრი ფული რომ მქონდეს, ვიმოგზაურებდი სოფლიოს ყველა ქვეყანაში. პირველ რიგში სამოგზაუროდ წავიდოდი ამერიკაში. ჩემი ოცნების საჩუქარია ძაღლი და ბოლო მოდელის კომპიუტერი. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა ის იყო, რომ საქართველოს სომხეთის ბილეთები მეყიდეს. ამ თამაშზე მივდივართ მე და ბიძაჩემი და ჩემი აზრით საქართველო 2-1 მოიგებს. ზღაპრის გმირებიდან მე ვგავარ რაპუნცელს. ასე იმიტომ მგონია, რომ მეც ქერა და გძელი თმა მაქვს. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მათემატიკოსი. დინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: რატომ არა ყველა ადამიანი კეთილი? ჩემი აზრით ზოგი ადამიანი იმიტომ არის ბოროტი, რომ მშობლები კარგად არ ზრდიან. ბავშვი შეიძლება ასშავებდეს, მაგრამ 18 წლის შემდეგ ხდება ბოროტი. საბედნიეროს ჩემს სირგლივ არ არის ბევრი ბოროტი ადამიანი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას: რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს ტელეპორტაციის სუპერძალა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს, მე ვიმოგზაურებდი მე-12 საუკუნეს საქართველოში. დიდი ალბათობით ვიქნებოდი სამეგრელოს მთავარი. ბედნიერება არის ძაღლის ჩუქება, მეგობრებთან გართობა და ოჯახის კარგად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.